ძლიერი აფეთქებებია ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქალაქ აჰვაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისრაელის სამხედრო ძალების ინფორმაციით ისრაელმა ერაყის საზღვართან ახლოს სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა. აჰვაზი ირანისთვის ნავთობის მწარმოებელი მთავარი რეგიონია. ირანის უზენაესმა ლიდერმა მისი მკვლელობის შემთხვევისთვის თავის პოსტზე მემკვიდრედ 3 კანდიდატი შეარჩია. ინფორმაციას New York Times-ის სამ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია წერს, რომ აიათოლა ალი ხამენეი მიწისქვეშა ბუნკერს აფარებს თავს. პედაგოგსა და სამოქალაქო აქტივისტ ნინო დათაშვილს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუხარდა. დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან და 4 და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ პროცესზე დათაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა. ფორმა არეცო არავის. მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში, რომ აი დაგარეკინებთო და არ დამარეკინეს შვილთან. ასევე ცინიკური დამოკიდებულება თვითონ პოლიციის შენობაში. შემთხვევა 9 ივნისს მოხდა, როცა ბადრაგებმა დერეფნიდან მოქალაქეების გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყეს. კადრებში ჩანს, როგორ მოათრევენ ისინი დათაშვილსაც. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ბელარუსში ჩავიდა და ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრას ამერიკული და ბელარუსული დელეგაციების ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების დღის წესრიგში საერთაშორისო და რეგიონული საკითხები, ასევე ბელარუს-ამერიკის ურთიერთობები იყო.